დავიწყოთ. დავიწყოთ. სიამოვნებით. კაი გამარჯობა. კაი გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან მიხარია ამ სივრცეში, ყოველთვის აქ როცა თუმანიშვილის თეატრში როცა ყოფილა, შევსრულო პირდაპირ სპექტაკლის აყურებლად და ახლა უცებ აქ რო ხედო არ თან ვისთან ერთად ძალიან გახარებული ვარ, კარგ ხასიათზე ვარ ჩემო. აუ არა, გუშინდელი ვიტყვი ბატონო, დიდი ხანი აღარ მოხს მღელვარება ჩაწერის წინ, მაგრამ გუში ღამისამი საათი იყო. ისევ გონებით გესაუბრებოდით 1000 რაღაცას გიყვებოდით და ბევრი რამე გვაქვს სათქმელი. ძალიან პატივსაცემი ადამიანი ხართ და კი ბატონო, თუ რამე შემიძლია. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო და თან ძალიან კი რა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. შვილი, ოჯახი, მეუღლე, მამაშვილობა რო ქვია და კი ბატონო. ბაბუობა, ხო. ეგ განსაკუთრებული. გავაცნობ მაყურებელს, კი იცნობენ მაყურებელი, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი მსახიობი, არაერთი პრიზის ლაურეატი, ჯილდოს მფლობელი, კარგი ქართველი, კარგი მამა, კარგი ბაბუა, დიდი მსახიობი. ვაიმე, მოკლედ. რა მოხარ დავაკელი? დიდი რეგალიებია ჩემთვის ეს ნამეტანი. ალბათ ყველაზე დიდი რეგალია მე თუ მკითხავთ ხალხის სიყვარულია და რო ვთქვით რომ გოგა პიპინაშვილი დავხვდაო ისე გაუხარდა ჩვენ მეგობრებს და მეუღლეებს პირველ რიგში ყველაზე დიდი საინტერესო მაპატერო გაწყვეტინებთ, მაგრამ რა საინტერესოა რა. პირველ რიგში მე გეტყვით, მე ჯერ მივესალმოთ თქვენს მაყურებელს და ერთი რამ მინდა გითხრათ. მაქსიმალურად ვცდილობ რომ ვიყო რაც ვარ ის ჩანდეს და რატომღაც ჩანს ისეთი უხიარგი კაცი რომელთანაც მიკარებაც არ შეიძლება. თქმა მინდა რატომ გავუკვირდათ რომ მე დაათანხმდებოდი. დროის ამ დროის მხრივ თორე ისე ხო? ძალიან სიმბოლურ ადგილას ვართ ახლა ჩვენ. აქ იყო ბატონო მიშას სამუშაო ოთახი, კაბინეტი. რეკონსტრუქციის შემდეგ ეს ფოიეთ გადაკეთდა, მაგრამ ადგილი მაინც ისეთია ძალიან მაგარ ადგილას ყოფილვართ. სანამ კითხვებზე გადავთ, ჩვენი მეგობრები ვახსენოთ აუცილებლად. სუთი ფაუერი, ეგეთი მეგობარი ყავს, ჩურჩხელა ძაფის გარეშე. ტრადიციული ყურძნის ჩურჩხელა, არატრადიციული ბროწეულის ჩურჩხელა და არატრადიციული შოკოლადის ჩურჩხელა, არაჩვეულებრივი ქართული კომპანია, რომელიც ნატურალური, 100%-იან ნატურალური ძაფის გარეშე მე ჩურჩხელა. აი ცოტა ხანში გაჩერდა. მე წარმომიდგენია. კი ბატონო და ქართული სპორტული მედიცინის ასოციაცია, ზურაბ კახაბრიშვილის არაჩვეულებრივი გუნდი, რომელიც გვერდში უდგას ქართულ სპორტს. ქართულ სპორტსმენებს და მათი დიდი ძალის ხმების შედეგია ის რომ ქართული სპორტსმენები ასეთ მაგარ ძალიან დიდი წვლილი აქვს თქიმათ. არ ვიცი, ძალიან მაგარი ამბავია რა. ხო, სპორტისკენ მოგვაბრუნესო, ამას ერთად ვამბობთ და მეც კი მომაბრუნე სპორტისკენ და მეც კი გამხადეს კომაგი, კი. გადავიდეთ ჩვენ თავარ ამბავზე და დავიწყოთ რთული, მაგრამ მარტივი კითხვით, მაგრამ რთული კითხვით. როგორი მამაა გოგა პიპინაშვილი? ვერ გეტყვით ესე ხელაღებით რომ რაღაც ლამაზი სიტყვებით გავაფერადო, მაგალითად ეს ცნება, მაგრამ ცუდი პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ ვიცით რა, დღესაც კი ჩემი შვილი არის 30 წლის და სამსახიობო ფაკულტეტი აქვს მასაც დამთავრებული. თუმცა ინსტიტუტის შემდეგ კიდევ 2 თუ 3 ინსტიტუტი დაამთავრა და სხვადასხვა სფეროში ცადა საკუთარი თავი და ასე შემდეგ. დღემდე ჩემს შვილს აქვს დაუკმაყოფილებლობა იმისი, რომ მამა არასდროს არ ყავდა გვერდით და როცა მჭირდებოდი ალბათ. აქედან გამომდინარე ვამბობ ცუც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დავაკელი ჩემს შვილს. იმასაც გეტყვით, რომ როდესაც ჩემს სასწავლო ცენტრში, ჩემს სტუდიაში დადიოდა ჩემი შვილი, ეს გარკვეული კომპლექსი იყო ალბათ. იმის გამო, რომ სხვა ბავშვებს ან მშობლებს ან შვილებს ან ვიღაცას არ ეთქვა, რომ აი ნახეთ თავის შვილს, როგორ დიდ ყურადღებას აქცევს.
სუხის კენწეროზე მეჯდა და იყო ან ბუჩკი, ან ჩიტი. ხო, შესაძლებლობები ბევრი ქონდა, მაგრამ მე ამას არასოდეს არ ვიყენებდი, საიმისოდ რომ სათქმელი დარჩენილიყო. და აი ეს შეუსებლობა მე თვითონ მაღელვებს სიმართლე გითხრათ. ეხლა ვცდილობ რომ მაქსიმალურად ყურადღებით ვიყო მის მიმართ, მისი შვილის მიმართ და რა ვიცი რამდენად გამომდის. აი თქვენ ინტერვიუში გავთანთ თქვენ ამოწერილი ყოს გაწირული მყავდა, ჩემი შვილი გაწეული მყავდა და ჯერ იყო საქმეო. ეგრე იყო ნამდვილად. ეცით რომ გაჩნდა მაგ პერიოდში ვმუშაობდი ორ სპექტაკლზე პარალელურად. და მე აი აქ თუმანიშვილის თეატრიდან ძალიან ახლოს ვცხოვრობ. პრაქტიკულად მე ვცხოვრობდი თეატრში და იმდენს ვერ ვახერხებდი, რომ შემერბინა სახლში, მეკოცნა და უკან დაუბრუნებულიყავი. ამას გულისხმობდი სწორედ წეღან და მაშინ შეიძლება პატარა იყო, მაგრამ რომ წამოიზარდა, მე უფრო მეტად ჭირდებოდა მამა გვერდით, მაგრამ ერთს მაგას ვერ ვახერხებდი რა. რა გამახსენა იცი ახლა რა თქო ხან ბუჩკი იყო ხან ისო მამა ჩემი იყო ჩემი მასწავლებელი ქართულის ისე მოხდა რომ ნუ შემოვიდა ალბათ არ ვიცი რატო შემოვიდა მაგრამ ჩემი კლასის ქართულის მასწავლებელი იყო არასოდეს არ მიწერდა ხუთიანს და ბოლოს არ ვიცი ეთქო მართლა კაი რაღაც გამომივიდა მთელ კლასს 1 საათია ბუდიშებოდა ჩემ კლასში მართლა კარგი თემაა და არ მაქვს უფლება რომ ხუთიანი ერთადერთხელ დამიწერა ხუთიანი და ბოდიშები უხა და 1 საათი რო ცუდად არ გაიგოცა დაახლოებით ეგეთი რამე მეც მქონდა რომ ბოდიში კი მეც მქონდა ხო ეგ ისეთი რამ არის რომ მით უფრო მოზარდებში რომ აი თავისი შვილია და ეს თემა რო გაჟღერებულიყო მაგრამ მე ბედნიერი ვარ იმითი რომ მთელი ის ჯგუფი რომელიც ჩემი შვილის პერიოდში იყო დღემდე ინარჩუნებენ აი ამ მეგობრობას, ამ ძმაკაცობას, ამ არ ვიცი კიდევ ამას რა ქვია, ნათესაურ ურთიერთობასაც მონათლეს ერთმანეთის შვილები, მეჯვარეები არიან და ასე შემდეგ და რო იკრიბებიან ისევ იმ სტუდიაში მგონია ხშირად თავი ჩემ საკუთარ სახლში. თქვენთვისაც რა მაგარი დასანახი იქნება, რომ იმ მეგობრობას, იმ ნათელ მირონობას თქვენთან ჩაიყარა საფუძველი და დასანახად რა მაგარი იქნება. დიდი საქმეა ნამდვილად. 1996 წლიდან გაქვთ სტუდია. ის ბავშვები დაოჯახებულებიც იქნებიან ალბათ იდეაში მას, ხო? ბევრი შვილიშვილიც არის ჩემთან მოსული. მანდეთკენ ვიდეო. კი, გასაგიჟებელი ამბავია რა და მე მიხსენებ მამის ან დედის ჩვენ სტუდიაში ყოფნას და საოცარია. 30 წლის ხდება ეს სტუდია. 30 წლის. რამდენი თაობაა გაზრდილი? ძალიან ბევრი. და რაც ყველაზე მთავარია, აი აქ ამ მაგიდასთან არის ხელმოწერილი მისი დაფუძნება. აი, როდესაც 51 კაცი უნდა ყოფილიყო დამფუძნებელი. პირველი იყო ბატონი მიხეილ თუმანიშვილი. შემდეგ უკვე ჩემი თეატრის მსახიობები, მომღერლები, მხატვრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 51 კაცი, როცა შეიკრიბა, ბუნებრივია წარმოვიდგინეთ ჩვენი საბუთები. მანამდე სტუდიის მოზარდების შეკრება, იურიდიული საქმეების იქით რაც იყო საჭირო, ყველაფერი გაკეთებული იყო და ძალიან ბევრი ბავშვი იყო მოსული. დაახლოებით 120 ბავშვამდე. და დაწყებული იყო რაღაცა შერჩევითი სამუშაოები. და მოხდა ისე, რომ ბატონი მიშა გარდაიცვალა. და დაკრძალვის დღეს მოუწია სწორედ კომისია და მე ვერ წავიდოდი ვერაფრით. შესაბამისად წავიდნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც უშუალო კავშირში იყვნენ ამასთან, მაგრამ თეატრთან არა. და რომ მივიდნენ იქ კომისიამ გადაშალა საბუთები და კი, მაგრამ დღეს დაკრძალვა არ არისო, ბატონი მიშასი. ეს წაიკითხეს, რასაც ვაპირებდით და კი 2 საათზე დაკეთდა ესე და მიაწოდა მე რატო ხართ აქ წადით ახლა და აი ესე დარეგისტრირდა
ეს საკმაწყვილო ცენტრი და ამის შემდეგ უარი უბრალოდ ვერ ვთქვი ამ საქმიანობაზე, მარტო იმიტომ რომ პირობა იყო ბატონ მიშასთან დადებული და რო არ მოგატყვილოთ, სულ 2-3 ადამიანია დარჩენილი თუმანიშვილის თეატრში, ვისაც ჩემთან პედაგოგობა ჯერ კიდევ არ უცდია. ყველაფერი წინ არის. დანარჩენად ყველა იყო, ყველა გარკვეულ ეტაპზე, ყველა მსახიობი იყო პედაგოგად ჩვენ სტუდიაში. ასეთ რამე გაქვთ ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი, დედამშვილის გაჩენასთან დაკავშირებით ყარი გადაწყვეტილება მიიღო და ფაქტობრივად თავი გაწირა. გმირი აღმოჩნდა ჩემი ანო. ალბათ ყველა მშობელი ასე მოიქცეო და ახლა სახლში მყავს პატარა მზე, ის რო გამოანათებს, ჩემ ოჯახში არის სითბო, სიხარულე და სიყვარული. დარწმუნებულად ძალიან დიდი ემოციები იყო ამ პერიოდში. კი, ნებათა ღელვა საშინელი. იყო საშინელი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა, იმიტომ რომ 6 თვის იყო, რომ ჩემი შვილი, როდესაც ექიმების კონსულტაციით ჩვენ დაგვჭირდა თურქეთში მისი გადაყვანა. და 6 თვიდან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ის გადიოდა კონსულტაციას ექიმთან და ასე შემდეგ, თავის მეუღლესთან ერთად იქ იყო. მერწმუნეთ ეს ძალიან სანერვიულო და სარისკო თემაა და მთელი ჩემი ნერვული სისტემა დაინგრა მაშინ, ვიდრე 6-დან 9 თვემდე მივედით და აი დაინიშნა კონკრეტული დღე საკაისრო კვეთის ანუ მშობიარობის და საჭირო იყო ის რომ დედამისი ანუ ჩემი მეუღლე იქ ყოფილიყო და სიძესაც და თვითონ ანოსაც უწევდა დიპლომის გამოსდევის ჩაბარება. ნუ მე ვხარი მამა შენ მაგაზე არ ინერვიულო კაცო. მეორე წელს ჩააბარებ რა, ეხლა ჯარში ხო არ მიდიხარ. სიძე რომ ჩამოსულიყო, ამიტომ ჩემი მეუღლე გავუშვი. და მე ვთხარი აი გამოსდებს ჩააბარებს და ჩვენ ერთად ჩამოვფრინდებით მაგ დროს რომ და ასე შემდეგ. დაგეგმილი იყო 10 რიცხვში და 4-ში ღამე მირეკავს მეუღლე რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს, ბავშვი რაღაცა სუდათ არის, სასწრაფო გამოვიძახე, არ მელაპარაკებიან, ვერავის ვერაფერს ვერ ვაგებინებ და შეიყვანეს პირდაპირ საავადმყოფოში. და მე ვიდექი მაგ დროს მე-10 სართულის აივანზე და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ხელს აწერინებდნენ შვილი მინდა თუ შვილი თუ რაღაცა და ეგეთი ფაქტების წინაც ვიდექით. ასე რომ აბსოლუტური სიგიჟე იყო რა. ბევრი ვიქნიე ხელები რომ გაუფრენილიყავი, მაგრამ ვერ შევძელი ეგ და შუაღამისას როგორ მომახერხე არ ვიცი გადავცვალე ბილეთები, როგორაც გავაღვიძე ოჯახებში, ავაწრიალე ყველა და ყველაფერი. მეორე დღეს გავფრინდი, მაგრამ დილის 6 საათზე, 7 საათზე გიო გაჩნდა და ჩემო მეუღლემ დამირეკა რომ პატარა ანგელოზი მომიყვანეს ეხლა, მაგრამ სულ არ მაინტერესებს ვერ უყურებს და ჩემი შვილი მაინტერესებს და ის პატარა ძალიან პატარა იყო იქ და დააკვდათ იქ რო ჩახვედით ხო? ხო, აი მე და მამამისი გადავფრინდით და საოცარი შეგრძნებებია. მამამ პირველად ნახა თავისი აი ამ ხელა პატარა ბიჭი. მე ვნახე ჩემი შვილიშვილი. და სიგიჟე იყო რომ ჩემი შვილი მაინტერესებდა ყველაზე მეტად რომ მე ნახა 4 დღე რეანიმაციაში ყავდათ და იქ ვერ მოვხვდი ვერანაირად. ბოლოს ისე პლეხანოველობამ გაჭრა, შევარდიან მენეჯერს მე ეხა ჩემი შვილი მანაგეთორე კიდე ერდოღანს დაურეკეთ და მოიყვანა და კიდე ვიძგინა. სხვა შორის რაღაცები ჩაგვაცვეს მე და ჩემს მეუღლეს, აბსოლუტური სტერილიზაცია გაგვეკეთეს და შეგვიყვანეს ისეთ ადგილას, სადაც არ ვიცი ექიმი თუ შედის რა, ალბათ მარტო აი ვებერთელა მონიტორებში ამ ხელა გოგო საშინელება იყო ეგ რა, მაგრამ მე ვეღარ ბედნიერი რომ რისკიანი და ისეთი შვილი აღმომაჩნდა რომ
აი საჩუქარი მამიკოს გაუგეთა რა. ის ვებერთელა საჩუქარი. მე კალათით ჩამოვიყვანე ჩემი გიო ემხელა. ხოდა კიდე ერთ რამეს დავამატე, მაგდა გაგამხიარულებთ მაინც რა. ორი რეისი ჩამოფრინდა ჩემთან ერთად და ნუ მე პირველი გამოვედი, იმიტომ რომ 5 დღის პატარა გიორგი მიწევს კალათში და ბედნიერი მივედი გასასვლელთან და მივაწოდე ეს 5 თუ 6 პასპორტი, მათ შორის გიორგის პასპორტი. ეს ორი რეისი გაატარეს და ჩვენ დგევართ და ველოდები ბოლოს უკვე მთელი თბილისი ქვემოთ მელოდება, ესენი არ მიშვენ, ვერ მივხვდი რა. და აი იქაც ეგეთი რაღაცა მომივიდა რა, პლუს მინუს ერთმანეთს დაედო და ვიღაცა კაცი გამოემელა, ბევრი ყავს 5 დღის ბავშვით როში. ესეთი პრეცედენტი არ ყოფილაო, პასპორტი რო გადახსნა, საქართველოს პასპორტი. თვალდა ხუჭული 5 დღის გიორგის სურათია და კაცო არ გასულაო, მუცლით გავიდა. და იქიდან უკვე პასპორტით კაცი შემოვიდა და აი ის პასპორტი გიომ უნდა შეინახოს სიმბოლურად. არ გვიშვებდრე რა, არა ჩამომარდეს ის პასპორტი, ხო არ დამიტოვა იმ კაცმა რა. აუღლად რა მაგარი იქნება შვილიშვილებს რომ ნახავთ ჩვენს ასე რა მაგარი. წარმოუდგენელი ემოცია იქნება. ეს არის საოცარი შეგრძნება რა. ჩემი პირველი შვილი რომ ნახე ახალდაბადებული. ემოცია თითქოს არ მქონდა, დავიბენი, აი ვერაფერი ვერ გავაკეთე ბატონო, აი თან უცნაურობა რა ჭირდა, იცით? რაღაც უცნაურის გამოყვა დაბადებისას, ეხლა 3 წლისას გაუქრებაო და მართლა მასე მოხდა. რაღაც მონღოლური ლაქა ყოფილა და წელზე ქონა ლურჯი. ქონდა სიყვითლე ქონდა თანდაყოლილი. და თან ნახევარ წითელი იყო, მეთქი რა არის ეს შუქნიშანი, ვერ მივხვდი რა. მაგრამ საუ მამობას და აი ბაბუს რო გამოვწდით მაგარი იქნება. ან მაგარი იქნება. აი მე რა ვიცი, აი რა გითხრათ, ბაბუობა ეს კიდე ცალკე ფენომენია აღმოჩნდა. დღეს მე ჩამოვედი ძეგვიდან, იქ სახლი გვაქვს და მეკიდან დავდივარ. და ეხლა გიორგი იქ ამყავს რა. გუშინ ღამე დამირეკა რომ მე შეგპირდიო რომ ხვალარაზე წამოვალო და გამომიარე რომ წამოვიდეო რა. არის ძალიან პატარა საიმისოთ რომ მე ესე მელაპარაკებოდეს რა და გზაში ჩავიყვანე იქ გზაში იქნებ მაკდონალდში შევიაროთ და კი ბატონო შუაღამისას რა თითქმის ღამე ჩავიყვანე და ბებიამის ძალიან გაეხარდა რა თქმა უნდა სიურპრიზი მოუწყეთ და კაცი თავის სიტყვის პატრონი უნდა იყოსო. ვაი, გავგიჟდი კინა მნიშვნელობა არ აქვს, ბებერი იქნება ახალგაზრდაო თუ ესეთი რომ იტყვის ის უნდა შეასრულოსო და მე ბედნიერი რაღაც ჩამამინდოდა. სმაგო, თუ ამას შეინარჩუნებს ის სასწაულეთ ბატონო გოგო აუზში გადახტმა. ხო არა, მე მაგდენი არ შეფიცლია და თვითონ მაგდებ ხოლმე ესა და ხო, ეს რა თქმა უნდა იუმორში, მაგრამ სერიოზულად რომ მითხრა რომ აი ეს მინდა რომ ასწავლო. გამარჯობა. ემოციებში ადამიანი. აუ თქვენი ემოციები თუ გახსოვთ აი როცა შვილი ნახეთ პირველად. კი, როგორ არა. ის რაღაცა საგრძნობლად ესეთი თეატრალიზებული ამბავი იყო. მე მყავს მეგობარი, თქვენთვისაც ძალიან კარგად ცნობილი ერთი ადამიანი, რომელსაც ჭიანჭველა არ გაუჭლიტავს, არ გაუსრისავს. ის ჭაღი ხო არა, წეღანაც ასე რაღაცებს შეგოდა და ალბათ მაღლა რო დადიან შეიძლება. არ ვიცი. ნუ ჩემს მეგობარზე ვყვები მართლა ესეთი უბოროტო ადამიანი და ასე შემდეგ. ეს გახლავთ გია აბესალაშვილი, მსახიობი. ხო და როდესაც ეს ამბავი ატყდა, ისიც ძალით მივიყვანე ექიმთან, იმიტომ მე ვთხარი მამამისის ძმაკაცი იყო და მე ვთხარი გნახოს კაცო რა, უბრალოდ გნახოს და წავიდეთ სახლში.
არა მითხრა 2 კვირის მერე მოდი და ნუ მე ავიტეხე რა. ერთი წუთი მე მინდა იმ კაცის ნახვა მეთქი. იყო ბატონი გოგი ჯვებენავა, არაჩვეულებრივი კაცი, აი არაჩვეულებრივი თბილისელი, უგემრიელესი ადამიანი და რო შევედით გოგი მეუბნება რომ ეხლა წადიო და ღამე მოდი და შვილს დაგახვედრებო და ამის გაშვება არ შეიძლებაო და ვაიმე ჩავარდი ესეთ მდგომარეობაში რომ ავტეხე ერთი ამბავი არ იქამა ეხი ამ უნდა დაიტოვეს მშობიარობს ეს და ჩემი სიმამრისი დედა ჩემი ბევრი ხალხი და ჩემი მეგობრები თეატრიდან ვისკი, კონიაკი რაღაცა და მივედით. და ბატონმა გოგიმ უნდა ამშობიაროს კაცო და კაბინეტში გაიშალა ეს პურმარილი. პატარა ტელევიზორი ქონდა და ის ქონდა ჩართული და პურმარილია გაშლილი და მოსაწევად გავდიოდი კიბეებზე ჩასასვლელი კარი ქონდა ცალკე. და დანარჩენი გადიოდა პირდაპირ იმაში სამშობიარო ბლოკში და ასე შემდეგ. ადგება გავა ერთ სადღეგრძელო სიტყვის შემოვედი აღარ დალიო გეხვეწები რა კაცო იმხელა რაღაცა პასუხისმგებლობას ველოდები ახლა მაგათთვის ეგ არაფერია და ჩემთვის მე გავგიშდი კიდევ მე აღარ დაალევინოთ ამას გეხვეწები და ჩემი სიმამრის და ეგ გაჩერე კაც შენ თავს მიხედე და ასე შემდეგ რა გავედი სიგარეტის მოსაწყევად გავიგონე ჩემი შვილის ხმა, აი დამიჯერეთ და გინდა რა. იქვე იყო ბავშვების ბლოკი, სადაც პატარები ეწვათ. გავიგონე ჩემი შვილის ხმა, როგორც აი ბატკანს ესმის დედამისს იმხელა ფარაში. და რო შემოვედი ოთახში, ვნახე რომ გოგი არ არის და ჩემი შვილი გაჩნდა მეთქი. მოიცაგაცა, ეხლა გავიდა გოგიო რა. მეოთხარი გაჩნდა დედას გეფიცევი, ხმა გავიგონე. სად გაიგონე ეხლა გავიდა ცოტა ხანში შემოვიდა გოგი და მარტო მამაკაცები დარჩითო და ხალებმა დამტოვეთო გამოაცხადა გავფითრდი მოვკვდი აჯდა ტელევიზორთან დიდი პაუზა და ჩვენ ჭიქებით ხელში მე არა ჩემ დანარჩენ მამაკაცებიც და ზაზა გია ასე შემდეგ განან და ელოდებიან ეხლა თქვენ კაცები ხართო და რაც დიდას გაუძლოთ ყველა განსაცდელს კაცურად უნდა შეხვდეთ ყველაფერს არც ერთი აღარ ვარსებობთ რა წარმოგიდგენთ ეს ტელევიზორს უყურებს და ჩვენ არ გვიყურებს და აი ესე ლაპარაკობს დიდი პაუზები გოგო ყავთ და გია ბესალაშვილმა ჩემზე მაგარი არტისტი ხარ და ჩავემღაუჭე არქნა გია ჩემია ხოლმე ჩავეხუტე ბევრი მოვეფერე და ესე რა ზარი მიაწვა და ზარი დარეკა და ეგთანმა შემომიყვანა ანუ აი იმ წუთის ნამშობიარები პაწაწუნა მე ჩემ მეუღლემ ნახე და მეოთხარი უბედნიერესი ქალი ხარ, იმიტომ რომ ზეთ უნახავი გააჩინე, შენ თვითონ არ იცი მეთქი არ შეგიხედავს შენ და ძალიან მაგარი შეგეძნება. ძალიან. გოგოს და ბიჭს სწორად როგორ თქვა, ხა კულტურულად რო გამომივიდეს და აქვს შვილის ქესავს გადამწყვეტი მნიშვნელობა მოკლედ. გააჩნია ვისთვის და როგორ რა მე ადამიანები ვიცი ვიჯი რო არ გაჩენო და ის დახოცავდა შვილიანა ყველაფერს მე მაგალითად გოგო მინდოდა ძალიან მიუხედავად იმისა რომ მინდოდა როგორ სურვილი მქონდა რომ პირველი შვილი მყოლოდა გოგონა და ასე შემდეგ და რატო ეს ძალიან პრაგმატული მოსაზრებიდან რომ უფროსი დაიქნებოდა და იმ ხულიგან შვილს მიხედავდა და მოუვლიდა და უპატრონებდა ეს ძალიან პრაგმატული მოსაზრების სურვილია გაჩნდა ჩემი შვილი და რომ გაჩნდა და ფეხი აიდგა და დაიწყო საუბარი საოცრად მაგარი ბავშვი იყო ძალიან აზრიანი და ძალიან მაგრა ლაპარაკობდა რა ისე რომ ჩემი ძმაკაცები დიდი მოწიწებით 2 წლისას და 3 წლისას ისე ელაპარაკებოდნენ როგორც დასრულ ქალს
ჩვენთან სიგარეტს არ ეწევიან და კი ბოდიში და ასე შემდეგ რა და აი ეს შეუძლიათ გოგოებს. ხო შეუძლიათ კი. ხო და აი მე დამეწყო გართულება რომ როცა მივხვდი რომ მეტი შვილი ვეღარ მეყოლებოდა და აღარ მეყოლებოდა რიგი მიზეზების გამო ეხლა ამას აღარ ჩაუღრმავდები ვასწავლე ჩხუბი, სროლა, ტირი გაუკეთე ეზოში და ისროდა და ასე შემდეგ რა. ეხლა ისეთია და მე მომწონს ეს დღევანდელ სოციუმში აუცილებლად ეგეთი უნდა იყოს. თავისი საქმის პროფესიონალი არ რასაც კიდებს ხელს, ჯერ საფუძვლიანად სწავლობს იმ საქმეს და შემდეგ უკვე იწყებს ამის განხორციელებას და ეს მაგალითვისებაა რა. აი რაღაც შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ამ მომწურავი ინფორმაციით და პროფესიონალების გუნდით მე გებულობს როგორ შეიძლება რამის გაკეთება და უშაობს და ჯიბეში ხელს არ ჩაიდებს სიტყვისათვის რა, რომ აი რაღაცა რა, იმიტომ ესეთი შემტევი ხასიათის არის. გარდატეხის ასაკშია ჩემი უფროსი გოგონა, ორი გოგოს მამა ვარ მე. აი გაგახარულ. ჯერჯერობით ორი გოგოს მამა ვარ. ავარი ჯანმრთელები ყავდეთ შვილები. მომავალი წინ არის და 1-3 თუ კიდე იქნება, ძალიან ბედნიერი ვიქნები და ოღონდ ჩემი ცოლია სამსე წინა აღდგ. გარდატეხის ასაკშია მოკლედ და ვცდილობ რომ აი მეგობრულად გაიხსნას. გარდატეხის ასაკში როგორი იყო თქვენი და ანოს ურთიერთობა? საიდუმლოების თუ გიყვებოდათ? კი. თუ მეგობრობდით? კი. და რაც მთავარია მე არ ვიცი რჩევის დონეზე შემიძლია გითხრათ. ერთ მაგალითს მოვყვები და თქვენთვისაც და ყველა დანარჩენი ადამიანისთვისაც, მსმენელისთვისაც შეიძლება ეს იყოს რჩევის ტოლფასი წინადადება. ჩვენ გშველოდა ის რომ მე და ანუ ის ჩემთან დადიოდა 3 წლიდან ვაი ფეხი რომ უკვე აიდგა და კარგად ტყიპინებდა გვერდიდან არ მეუმშორებია სტუდიაში რომ მივდიოდი და რეპეტიცია მქონდა ბავშვებთან დიდებთან ეს იჯდა იქ და უყურებდა ამას ყველაფერს თუმცა ერეოდა ხშირად თავის მეტიჩრულის შარებით და ასე რომ ისე გავშინაურდით მე და ეს ერთმანეთთან რომ დასამალე არაფერი ქონდა და უკვე მაგ ასაკში პირიქით ჩემთან ძმაკაცობდა და მეგობრობდა და ასე შემდეგ. თუმცა აი ის რისი თქმაც ახლა მინდა ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მეუღლემ მითხრა რომ ანუ რომ წერს იციო მე ვთქარ შემჩნეული მაქვს რომ ზის და წერს უბრალოდ არ წამიკითხავს და შენი ერიდებაო იცი და არ გაკითხებსო ხო და ძალიან მინდა რომ წაიკითხო. წავიკითხავ აუცილებლად მეთქი და ამ დროს კაბინეტში ვიჯექი, არ ვიცი დედამისმა თავის შვილს რა უთხრა. ცოტა ხანში შემოვიდა ჩემთან და მე ძალიან ჩართული ვიყავი რაღაცა საქმეს ვაკეთებდი და აი იმის გაჩერება რო არ შეიძლებოდა ესე და მოვიდა ამ თავის ნაწერით და მამიკო ეს დავწერეო მითხრა და ვიცი მე უთხარი მამა შენ შემოგევლე მომეცი მეთქი ეს დადე აქ და მე წავიკითხავ აუცილებლად და გავაგრძელე ეს აი ეს აიღო გადაფხრეწა და ეს მე ხელი აღარ მოუკიდია აი არც ერთი საქმე არ ღირს იმათ რომ აი ეს წამი ეს არანორმალური დამოკიდებულება გაუფუჭო საკუთარ შვილს შენს მიმართ იქ ბევრი რამ გადაწყდა. მე ბევრს ვეცადე რომ ეს ყველაფერი შემდეგ შემომეტრიალებინა, შემომებრუნებინა და გამხდარიყო ისე უშუალოდ ჩემი, მაგრამ აი ერთმა ჩემმა ნაბიჯმა განაპირობა ბევრი რამ. ასე რომ ეს მაგალითი უნდა იყოს ყველა მშობლისთვის, ყველა მამისთვის განსაკუთრებით რა. მამას იმიტომ ვამბობ რომ ხშირად მამები მოუცლელები და რაღაცას არ ვაქცევთ ყურადღებას. არაფრით არ შეიძლება ამის დაშვება. არაფრით. თუ იმ წლთას აღმოაჩენ რომ ერთი სული აქ ბურთს ფეხი დაარტყას. დაუგორებ. კარებში უნდა ჩადგე. რო გესროლოს ან რაღაცა. არაფრით არ შეიძლება. დაკარგავ
ყველაზე სასურველ ძაფს, სადღაც რაღაცა ძაფები ბევრია ის, მაგრამ ერთი რო გაწყდება, მეორე მიყვება, მე ძალა დაადგება და ასე შემდეგ. წლების მანძილზე ვიყავი ბატონო გას საბავშვო ბაღის აღზრდელი. და გოგოებიც და ბიჭებიც ბუნებრივი მყავდა და როგორ და ეხლა უკვე სადაც 21-22 წლისები არიან ჩემი ბავშვები და Facebook-ზე რო გოგოებს ვიღაც დაუწერდა ვისაც არ ვიცნობდი რა ლამაზი ხარ იმაზეც კი ვეჭვიანობდი ხა ორი ბიჭი მყავს გოგო არ მყავს და გოგო ხო არ მყავს და უკვე ვეჭვიანობ ვიღაცას რო შეუყვარდება ვიღაცა რო რაღაც კომპლიმენტს ეთქვის უკვე ვეჭვიანობ მქონდათ ხოლმე თქვენც რაღაც ესეთი მომენტი ეჭვიანობის თუ რაღაც კი როგორ არა მაგრამ ნახეთ ეჭვიანობა კი არ იყო ხო რა ქვია მაგას ეს არის რაღაცა გარკვეული სიფრთხილე რომ ესე დავარქვათ და პრევენცია იმის რომ ძალიან უტვინოთ არ იცხოვროს ადამიანმა რა ამიტომ მისათითებელია რაღაცა სწორი ღირებულებები აუცილებლად სწორი ღირებულებები და ის არის შესაგრძნები ასათვისებელია ის სწორი ღირებულებები და მე არაფრის შიში არ უნდა გქონდეს ეს მისი ცხოვრება ის თვითონ გადაწყვეტს თავარია გაიზარდოს სწორ და რეალურ ღირებულებებზე და ანარჩენად არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს სხვის ცხოვრებაში მისი ცხოვრება როგორც ჩვენ შეგვიძლია კალაპოტი ისიც არასწორად მიმაჩნია მაგრამ რა არის კარგი და რა არის ცუდი ეს რაღაც რჩევის დონეზე შეიძლება კალაპოტად ურჩიო თუ გაყვა ამ დინებას ცუდს ვერაფერს მიიღებს იქიდან მე მჯერა რომ ყველა მშობელს თავისი შვილისთვის განსაკუთრებულად კარგი უნდა და დანარჩენად მისი ნაბიჯები ცხვირის წამტრევაც კი მისი ცხოვრების არის რა ასე რომ რაღაცებს მეც ეგრებს სწავლობდი ხო მეც ბევრჯერ გავლახულ ვარ ცხვირიც გამიტეხავს ფეხზეც დამდგარ ვარ ჩავარდნილ ვარ დავარდნილ ვარ წამიგია მომიგია მე თანხას არ ვგულისხმობ და კაზინოს მაგრამ ცხოვრების ეულ გეგმას ვგულისხმობ რაღაცა სპექტაკლი გამომსვლია რაღაც არ გამომსვლია რაღაც ჩავარდნილია რაღაცა პირიქით ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია მაგრამ ეს სულ გამოცდილებაა რომელიც გროვდება აი მხრებზე რო კიდია იმ გოდორში და ეს გამოცდილება შენი სიმდიდრე დაკარგინოთ ხოლმე გამოცდილება შენი სიმდიდრე და მართლა ყოველდღიურად მდიდრდებით ადამიანები უბრალოდ სწორად და გამოვიყენოთ მე ეს გამოცდილება და როგორც თქვენ ძანეთ აი სწორი კალაპოტი უნდა მივცეთ რა ბატონო ბატონო გოგა მამა იყო მუსიკალური თეატრის მსახიობი მაგარი კაცი იყო ძალიან ყველა მამა ხო მაგარია რა მაგრამ ეს აღიარებული მაგარი იყო ასეთი რაღაც წავიკითხეთ რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თქვენთან მოვიდა საგრიმიოროში რაღაცა მითითება მოგცათ და აი მერე თქვენ რომ მოგვიყვეთ ეგ ისტორია ეს ძალიან მძიმე ისტორია ძალიან მძიმე და ჩემი ერთ-ერთი ისეთი როგორ გითხრათ გამოუსწორებელი ტკივილია რომელიც ვერაფრით ვერ ამოვავსე და ვერც ამოვავსებ მაგას იმიტომ რომ მეგრე მოხდა ხო და ისე ყოფილა ჩემგან დიდი მცდელობები იმის რომ მე საუბრა ბევრი რაღაცა მცდელობა მქონოდა რომ გაეგო და ასე შემდეგ მაგრამ ვერ არ შედგა და ვერ გამოვიდა ეს მოკლედ ამაჩემს კონდა რაღაცა გარკვეული პერიოდი როდესაც მე მიყოლებით მომიწია ახალი და ახალი პრემიერების თამაშმა და ის აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნამუშევრით და მიდიოდა თავის მეგობრებთან თეატრში და მეუბნებოდა რომ წადით თეატრში და გოგა ნახეთ რა და აი ნახეთ გოგას ნამუშევარი ხო და
ეს რაღაცნაირად ჩემ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა, კარგი რა მამა, კარგი რა და ის იყო აი რაღაცა ძალიან აღტაცებული. ვითამაში ახალი პრემიერა ანა კარენინა და მაშინ ვიყავი დაახლოებით 40 წლის. შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები და მეორე პრემიერის მეორე დღეს ისევ მოვიდა სპექტაკლის სანახავად, შემოვიდა ჩემთან საგრემიოში და მითხრა რომ იცი რა ის ყველა ეპიზოდი კარგია, მაგრამ იქ რომ გეხარ და სანამ დაიწყებ აი მონოლოგს ცოტა გამეხსენი რა ეს მაინტერესებს მაგ დროს შენი თვალი დავინახო ემოცია და ასე შემდეგ და მე ამ დროს გრიმს ვიკეთებ ვემზადები სპექტაკლისთვის და თანცოთ მოვიქეცი რა და შენ მე ვთქვი ნაჯექი და მომისმინე მეთქი რა დროკი მქონდა და დავიწყე მე რო 6 წლის ვიყავი და 6 წლიდან რომ მე მამა მიყვარს და მჭირდებოდა ყოველ წუთში როგორ და და მოვედი იმ 6 წლიდან იმ დრომდე სადაც ვიყავი. ეხლა მე გეხარ და მე მაჩვენებ რომ აი ეს მინდა რომ გააკეთო და ჭკუას მარიგებ მეთქი. უნდა ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი რა და აი აგზნებული ვლაპარაკობდი და მამა ჩემს ჰქონდა ნათამაშები ერთი სპექტაკლი რომელიც ჩემთვის დღესაც როგორ გითხრა ძალიან დიდი აღიარების არის ეს არის ჩემი მშვენიერი ლედი ბერნარდ შოუს და კარებთან რომ მივიდა შენ იცოდე მეთქი რა მე სამარეში ისე არ ჩავალ რომ ეგ არ ვითამაშო და შენ განახებ მეთქი როგორ უნდა ჰიგინსის თამაში საშინლად მოვიქეცი ესე არაფერი არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ესე მიყურა ოდნავ ირონია იყო თვალებში რომ ეწყინა რომ მე ცოტა ამპარტავნობა შევამჩნია კარგი მამა კარგი და ესე წავიდა ბიჭო ვითამაშე ეს სპექტაკლი და ის ეპიზოდი რომ მოვიდა იმ ეპიზოდის დროს სადაც მე ლაპარაკებოდა გამახსენდა ეს ნათქვამი სცენაზე უშუალოდ დგომის დროს და აი ვიდრე დავიწყებდი წამების მეათედებში ხდება ეს მერქი მოდი ერთი ვცდი რა უნდოდა ამას და გავაკეთე ისე როგორც ივანო ითხრა დარბაში იყო საშინლად დიდი რეაქცია და გაგრძელება იმ ეპიზოდის იყო რომ ფიგურას დგავდი რომ უნდა მესროლა იმისთვის იარაღი თავს ვიკლავდი ამ სიმბოლური თემით აი ორჯერ დავიდე შუბ სცენაზე იარაღი რომ როგორ გაამართლა იმან და იმისმა ნათქვამმა მაგრამ ეს არის გამოცდილება რაც იმას ჰქონდა და ჩემი ამპარტავნება რომ როგორ შეიძლება მე რაღაცები ვიცი უკვე და შენ მოდიხარ და ჭკუას მარიგებ აი ეგ არის ყველაზე დიდი დანაშაული დღეს ნებისმიერი ადამიანის ვინც აი ესეთ ნაბიჯს დგავს კარგით გავაგრძელებ მე ამას იმ დღეს ვერაფრით ვერ დავისვენე თუმცა მეც უხიაგი ხასიათი მაქვს და არ დავრეკე მეორე დღეს ჩემი პატარა შვილი მიმყავდა საბურთალოზე და მამა ჩემის სახლის ჩასახვევთან რომ გავიარეთ ბავშვმა იცნო ის გარემო და ბაბუსთან როდის მიყვანო მითხრა ახლა ვიცი მე ხაროცა მოვიცლი მიგიყვან და ასე შემდეგ და ჩემი გაბრაზება გადაედო და დავტოვე ჩემი შვილი და რო წამოვედი იქიდან სადაც დავხედე და ვნახე რომ 2 საათი კიდევ მაქვს რეპეტიცია და მეთქი მივალ რა და ბოდის მოვიხდი რა ვერ დავისვენე რა
მაგარი ყოფილხარ და მე არ ვიცოდი. ესეთი აღიარება მამისთვის შვილისგან გაცილებით მაგარია რა. ვიდრე ბოდიში. ეგ ბოდიშზე მეტია და ბოდიშსაც ნიშნავს და ყველაფერს. და მოვაბრუნე მანქანა და წამოვედი და მივედი იმ ჩასახვევთან მამაჩემის ნათესავი მირეკავს და ავიღე ყურმელი და უკვე კორპუსს ხედავ რა და მამა ცუდად არისო და იქნებ მოხვიდეო რა და მე უხარე კორპუსს ხედავ მეთქი ხა შემოვა. შევედი გავაჩერე მანქანა ბევრი ხალხი ტრიალებდა რაღაცა და ხა არავისთვის არ მიმიქცევია ყურადღება პირდაპირ შევედი ლიფტში ავედი და ვიდრე გავიდოდი დავინახე რომ კარები არის ღია და გავიხედე და აღარ იყო მამაჩემი და არც გამოვსულა ისე ჩავედი და სადღაც გავქრი. ოღონდ სად გავქრი არ ვიცი. და საღამოს ვიპოვე საკუთარი თავი მანქანაში, სანაპიროზე გაჩერებულ მანქანაში, ტელეფონი სკდებოდა, გავითიშე საერთოდ. ამის მერე ბევრჯერ მომსვლია ესე რომ შუაღამისას მომდომებია მასთან დალაპარაკება და ბოდიშის მოხდა თუ რაღაცა და ღამეც კი მივსულვარ სასაფლაოზე, მაგას ვერ გამოასწორებ ვერანაირად. სანამ იქ არ შევხვდები თუ თეატრია, აი მაშინ გამოვასწორებ. ჩემი ბატონი კახის არ იყოს, იქ თუ თეატრი არის, აი თუ არის, იქ გამოვასწორებ ამ დანაშაულს. არის იქ თეატრი? როგორ შეიძლება მაგის გარეშე, როგორ შეიძლება იმდენი უმაგრესი არტისტი წავიდა ჰაერში ვერ გაქრება ეს არაჩვეულებრივი იმპულსები, რომელიც გაბნეულია ჩვენში. ჩვენ ხო დღესაც კი იმ პატარ-პატარა იმპულსებით ვიკვებებით, რომ გაგახსენდება ეროსის ერთი ნათქვამი სიტყვა და ან რამაზის ნათქვამი სიტყვა, ან კახის რა. ბატონო კახი გადავჭებით და ასე შემდეგ. ეს ჩვენი საკვებია. ჩვენ არ გვესმის ხშირად, რომ ეს ჩვენი საკვებია. და ვისაც ეს არ ესმის, ცუდად ასაქმე იქ. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარ ამას გეტყვით და ეს არის ლამის ექსკლუზივი. მე აღარ მახსენდება რომ ვინმესთან მოვყევი თუ არა. დღევანდელი ჩვენი მსახიობებისგან განსხვავებით, აი თეატრალურ უნივერსიტეტში ვინც სწავლობს და ვინც აპირებს მსახიობობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სხვათა შორის მე აი ზუსტად ვიდრე აქ მოვიდოდი გზაში ტელეფონით ვესაუბრე ორ ადამიანს, ვინც ჩემთვის ძალიან ღირებულია და დავითანხმე ისინი ახალი რაღაც იდეა მაქვს და პროექტი მაქვს და მინდა რომ ისინი დამიდგნენ აი ამ პროექტში გვერდით და დავითანხმე ორივე. ორი უმაღლესი რანგის პროფესიონალი რომ ამ საქმეში მიიღებენ მონაწილეობას და ნახოთ მე მგონია რომ სექტემბრიდან მე დავძრავ ამ საქმეს. მოკლედ, რისი თქმა მინდა. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლების პერიოდში, სწავლის დროს ვიდექი რუსთაველის თეატრთან და ველოდებოდი, როდის გამოივლიდა ეროსი მანჯგალაძე, როდის გამოივლიდა გოგი გეგეჭკორი, კახი, რამაზი, სალომე, აი რამდენი ერთი დაგისახელოთ. საბედნიეროდ ყველა მათგანს ყავდა მანქანა და ქვედა გასასვლელიდან გადიოდნენ და მე ვიდექი ხოლმე სულელი ვიდიქდა. ნუ საბედნიეროდ თუ საუბედროთ კიდე კაცმა არის ის და ვერც ერთხელ ეროსი მანჯგალაძე ცხოვრებაში როგორი იყო ვერ ვნახე და ჩემთვის იყო აი როგორ გითხრათ ყველაფერი რა. მოვიდა პერიოდი რომ ვამთავრებ უნივერსიტეტს და ბატონმა მიშამ თქვა რომ რაღაც უკაცრავად ჩემი ერთ-ერთი სპექტაკლი ნახა და თქვა რომ მე ეს ბიჭი უნდა მივიწვიოთ ჩემ ახალ თეატრში. აი მე ვიყავი უბედნიერესი და ასე შემდეგ და როგორ დავდიოდი ფეხის წვერებზე რომ ვინმესთვის რაღაც
მეოთხე კურსზე ვარ და მომიხდა ჩხუბი თეატრალურ უნივერსიტეტში ვიღაცასთან რაღაცა ესეთი სერიოზული ჩხუბი და შესასვლელში მოხდა ეს ჩხუბი მაინცა და მაინც და შეესწრო ბატონი მიშა მაგ დროს გამოიარა მაინც და თავისი პაპკა ჩამარტყა ხელში და ატყდა ერთი ამბავი რომ ეს გასარიცხია კაცო ეს ხულიგანია ეს ამისთანაა იმისთანაა და მოკლედ გასაგდები ვარ რა და ქალბატონმა ლილიმ გადაწყვიტა რომ ისა რაც სწავლობდი და ვინც ჩემი ყველაფერი იყო შევიდა რექტორთან და უთხრა ამას გაუშვებ და მეც წავალო აი ესეთი ამაგარი მხარდაჭერა დამიდგა ხო არაჩვეულებრივი ნუ ეხლა თვლიდი რომ ჩემი მეორე დედა იყო და ერთი ოჯახი ვიყავით და ასე შემდეგ. დავამთავრე, რა თქმა უნდა, ინსტიტუტი. ერთ თეატრში მე არ წავედი, მიწვევა მომივიდა 4 თეატრიდან, არც იქ, იმიტომ რომ ჩემი ორი მეგობარი წამოვიდნენ თუმანიშვილის თეატრში და მე სპეციალურად არ ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდა, რომ განაწილების გარეშე დარჩენილიყავი, გესმით? არ წავედი რუსთაველში, არ წავედი მარჯანიშვილში, არ წავედი ახმეტელის სანდრო მრევლიშვილის თეატრში და წავედი მაშინ ახმეტელის თეატრი არ იყო, მაშინ იყო გლდანის თეატრი. ბატონ ლერი პაქსაშვილთან. იქ დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები და იქ სცენაც არ იყო, არაფერი არ იყო აბსოლუტურად რა, უბრალოდ ვიკრიბებოდით, გამარჯვებთ, წავიკითხოთ პიესა, ვიზახი ეს არის თეატრი, რა უნდა ვქნანაც. როგორც იქნა ერთი ძრავი ჩამოვიდა, დაამაგრეს სცენაზე, რაღაცა ფიცარნაგი გააკეთეს, რომ აი აქ ჩვენ გავივლით მელეოკო და აი აქ იქნება სცენა, აქ იქნება რეპეტიცია, არ ვიცი. მოკლედ ერთი სპექტაკლი იქ ვითამაშე იმ თეატრში ყველაფერი გავიღე იმ სპექტაკლისთვის ნახეთ რა გულისხმობ ჩემი ხელით შევაკერინე ჩოხა ახალუხი მე და ბებია ჩემი ვიდექი დავკერავდი ჩექმები რომელიც შემიკერეს ცოტა განიერი ყელი ქონდა და ის მე თვითონ ჩავავიწროვე კამარხანჯალი ვერცხლით მოჭედილი და ასე შემდეგ ყველაფერი მე გავაკეთე ჩემი ხელით ეს იყო სპექტაკლი მთანი მაღალნი და მე ვითამაშე მოლა მუსაიკ. ბატონ ნუგზარ ყურაშვილთან ერთად. ძალიან კაი იყო. ძალიან ისე კარგად მახსენდება. ვითამაშე და დავწერე განცხადება და წამოვედი. არ მიშვებდა ბატონ ლერი, არა მეთქი არ შემიძლია უნდა წავიდე და წამოვედი თეატრიდან. ჩემი ფხუკების გამო და დავრჩი ესე. გავიდა 6 თვე და სრულიად შემთხვევით აი აქ ლეხანოვზე აღმაშენებელზე შევხვდი რუსუდან ბოლქვაძეს და რა ხდება გოგა თეატრში გამომკითხა ჩემმა ჯგუფელმა. მე ვთქარ წამოსული ვარ მეთქი როგორ თეატრში არა ხარ არა მეთქი თეატრში არა რამდენი ხანია 6 თვეა მეთქი თეატრში უკვე აღარა ვარ რა დავიღალე წადი მოდი წადი არ შემიძლია მეთქი რა უიო რას ლაპარაკობ ძალიან მეწყინა რომ თეატრში არ ახარ დავემშვიდობეთ ერთმანეთს ამა გულში რა ჩაიდო მე რა ვიცი და მესამე დღეს ზარია და ბატონი მიშა თუმანიშვილს უნდა თქვენთან შეხვედრაო აი მე და აი გამეყინა ხელები აქ როგორ უნდა მოვსულიყავი არ ვიცი აქ იყო ესეთი გრძელი შემოსასვლელი დერეფანი კაბინეტები და აი იმ ადგილას იყო დიდი კაბინეტი ბატონი მიშას შევედი კაბინეტში ბატონი მიშა დამხვდა ულამაზესი კაცი იყო აბრძანდი დავბრძანდი როგორ ბრძანდებით კარგად კიდე ჩხუბობ უი არა ბატონო მიშა რას ლაპარაკობ მაშინ მე ვთქვი პატარა ბიჭი ვიყავი, ეხლა რაღაცა დავბრძენდი რა. ძალიან სერიოზული კაცი ვარ. მოიცა კაცო, აღარ ჩხუბობ, ხო? არა, მე ვთქვარ, მაგრამ ჩემი ჩხუბი ვის გაუგია, მაშინ რაღაცა გაუგებრობა იყო და ეგ იყო და ეგ. კარგიო, გავიგერო თეატრიდან წამოსულხარო. კი მეთქი რა, კონფლიქტი წამოხვედიო, ჯო. არ ჩხუბობ, მე ვთქვარ, მე გამარჯვე, როგორ არ გესმის?
როგორო ეხლა მე შენ რომ მიგიღო ამ თეატრშიო და ბატონი ლერი პაქსაშვილზე მეუბნა რომ მომივარდეს თეატრშიო რომ ეს როგორ გამიკეთე ვინ უნდა მოგივარდეს მეთქი აი ჩხუბობ არა შენ გაწო მივიღე და ყოიცი აი რაღაც ისე მითხრა რომ მომივარდეს აქ მე რა ვქნა ვინ უნდა მოგივარდეს მეთქი და აი ჩხუბობ რა ვქნა მოკლედ მითხრა ესეთი რამე რომ მეო შეამოვნებითო და აი უბრალოდ შტატი, მატი, რაღაცა ოფიციალური ეგენი არ ვიციო და აი დირექტორთან შედიო და გაგარკვევსო რა დირექტორი თორ მე მიგიღებო მითხრა. კარგი მეთქი. ამოვედი აქ და ეწერა დირექტორი. და მაშინ ახალგაზრდულ კლუბში რაღაცა ფილმებს ახმოვანებდი, რაღაცებს მაიმუნობდი. ჩემი მეგობრები და მე და ძალიან მიყვარდა ეროსის ფრაგმენტების რაღაცა გამეორება თუ რაღაცა ცდილობდი რომ ინტონაცია მაინც მქონოდა ეგეთი და ამიტომ სწორედ ეროსის ინტონაციით გავაღეკარები და შეიძლება შევხედა ეროსის ის თორმე ჩემი თეატრის დირექტორი არის ეროსი მამიჩკალა და საათონა შემოდი ხრა რომ აი მე შენ გოგა გამიცივდა ყველაფერი ვიღალა ბიჭო აი მე დედა აი ვიცი მე მომკვდე კიდე მეოთხარე აი ეს და ვიცი გაწო მე ყველაფერი ვიციო და ხა შტატი არა მაქომა რეზო ჩხეიძეს შევაწუხებო და იქნება როგორმე მოვახერხო ეს იყო ოქტომბერი ნოემბერი და დეკემბერში ჩვენ ესეთი ტრადიცია გქონდა რომ 31 დეკემბერს სცენაზე იშლებოდა დიდი პურმალი ნუ სუფრა ბატონ მიშას მოქონდა წითელი ვაშლი და ყველა მსახიობს აი ესე გადაუგდებდა ვაშლს და იმას უნდა მოეყოლა წლის მანძილზე რა გამოუვიდა, რა ვერ გააკეთა, რა როლზე ოცნებობს და ასე შემდეგ. და იმ ახალ წელს ეროსი იყო თამადა. და ჩვენ უშტატოები დარბაზში ვისხედით და ჩამოუცხეს შავი ღვინო ეროსის და სანამ დავიწყებო სუპრასო და სანამ პირველ სადღეგრძელოს ვიტყვიო ამოდი ერთი შენ სცენაზე ავედე მე გილოცავ შტატში მიღებასო და საახალწლო ჩიქარის ასეთი უნდა მომცეს ფლომასტერი და იმ სუფრაზე ხელი მომაწერიდეს და აი იმ დღის მერე დავბერდი ამ თეატრში და ჩემი ცხოვრების ბოლომდე ეგრე იქნება თუმცა ხშირად მქონია ესეთი დეპრესიული მომენტი რომელიც სხვათა შორის რა კითხვენ თემატურად იმას მიყვებით ჩემ შვილთან განმიხილავს. ხშირად მქონია მომენტი რომ გაქცევა მინდოდა აქედან და გაქცევა ისე რომ უკან მოუხედავად. მაგალითად ერთხელ წავედი კიდეც თეატრიდან და მეორე დღეს დამირეკა ბატონმა მიშამ და მითხრა გოგი შენ ორი გზა გაქვს ან საგიჟეთში უნდა წახვიდე პირდაპირ ან თეატრში დაბრუნდეო და ვიფიქრებ მეთქი და საგიჟეთში თეატრი ვარჩი ხო ესეთი ცუდი პერიოდიც მქონია იმიტომ რომ ეს ყველაფერი თეატრში მოვაწეობა ცხოვრება არის დიდ ემოციებთან დაკავშირებული ურთიერთობებთან და ასე შემდეგ პატარა გადაცდენა ქუჩაში შეიძლება გაატარო და არ შეგეხოს და აქ ძალიან მტკივნეულია ძალიან სენსიტიურია ეს ურთიერთობები და სცენაზე პარტნიორის ის თუ არ განიცდი მასთან ერთად არ გიყვარს შედეგი არ აქვს მაშინ მატყუ არა არტისტი ხარ რომელიც 1 მეტრით ამაღლებულ ფიცარნაგზე დგას და ეს ჩემი საქმე არ არის ეს ამ თეატრს არ ეხება ეს ბატონ მიშას არ ეხება რამდენს ნიშნავს? აგზაბეთ ხო?
თუ რავქენ ბევრი ვილაპარაკეთ ეხლა აიღეთ კარგი დიდი მაკრატელი თუ არა გაქვთ მე მითხარი და ბებიაჩები ქონდა ესეთი ნაჭრის მაკრატელი და კარგად დაჭერით არაფერს არ დავჭრეთ და რაცო დაჭერი მე გეუბნები ადეგით დაჭერით და მოაშორეთ რამდენს ნიშნავს ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა შემთხვევითი ამბავ ეხლა იმ დღეს რო რუსნა ბორქვაძე არ შეხვედრილიყო ხო შეიძლებოდა რომ დღეს არ ყოფილიყავით ამ თეატრში ალბათ მაინც ახსოვდით ბატონ მიშას და შეიძლება მაინც დაკავშირებოდათ მაგრამ ერთი წამის შეხვედრა რამდენ რაღაცის წყვეტს და ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ეხლა იწყება ამ თეატრის რეკონსტრუქცია მე არ ვიცი იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ეს ჩვენი თეატრი მაინც მოერგო არსებულ შენობას და ეს არ იყო თეატრის შენობა და შესაბამისად იმიტომ ჭირდა, მაგრამ რამდენი წელი ჭირდა წარმოიდგინეთ. ну ეხლა თუ გამოვიდა ეს რა წვიმის ხმა ისმის ხშირად დარბაზში და გარეთ რო წვიმს აქ აი გავარდა მე გვინდოდა ბატონი მიშაზეც მოგეყოლათ და ასეთი რაღაც წავიკითხეთ მის მეუღლესაც თურმე შობლები უშლიდნენ გათხოვებას, იმიტომ რომ შვილის გაჩენი არ უნდა გაეჩინა შვილი, მოკლედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ არ დაუჯერა და გათხოვდა ბატონ მიხეილ თუმანიშვილზე და შვილიც გააჩინა შემდეგ. რაც წავიკითხეთ ბატონ მიხეილ თუმანიშვილზე საკმაოდ მომთხოვნი იყო და საკმაოდ კაცრიცო. აი რას გაიხსენებთ მის შესახებ ცოტა ისეთ როგორი იყო მართლა მომთხოვნი? ხო, რა თქმა უნდა მომთხოვნი კიდე არ ქვია მაგას რა. ის ითხოვდა აბსოლუტურ ოსტატობას და თავდადებას საკუთარი საქმის მიმართ. თუ ხარ ამ პროფესიაში, მაშინ ეს გაწირული კაცის პრინციპით უნდა იყო, აი გადადებული კაცის პრინციპით და ცირა საბედნიეროდ ამ თეატრში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ზუსტად გაითავისეს აი ეს მდგომარეობა, რომ არაფერი ქვეყანაზე არ აინტერესებდათ რა. ერთ-ერთი მეც ვიყავი ეგეთი. და ვინც ასეთი თავგანწირვით და ესეთი ერთგულებით ვერ შევიდოდა ამ პროფესიაში ის ადგილსაც ვერ პოულობდა შემდეგ ამ თეატრში და ამ პროფესიაში და ბუნებრივად ხდებოდა რომ ეს ქრებოდა ამ პროფესიიდან ერთი და ორი მაგალითი არსებობს ამის და მე ვიცი ბატონი მიშა მომთხოვნი იყო იმ კუთხით რომ ითხოვდა შენს უაღრესად სწორ პროფესიონალიზმს თუ სცენაზე ადიხარ მოქალაქეობის ნეობრივი ფაქტორი უნდა გქონდეს ძალიან მაღალი და ის შეგეძლოს აიტანოს სცენაზე. იმიტომ რომ მისი ყველა სპექტაკლი იყო გაჯერებული სერიოზული იმდროინდელი სათქმელით. შესაბამისად ამის თქმის უფლების მოპოვება საჭირო იყო. ხო და არასდროს არ უთქვამს არასდროს აი ეს კარგია. ანუ შექებას ერიდებოდა? აბსოლუტურად. აი ისეთი შეფარული თემით და თუ მიხვდებოდი რომ შეგაქო ხო ძალიან კარგი. და ერთხელ ისე შემაქო რომ ის ჩაწერილი მაქვს და ვერავის ვერ ვაჩვენებ ის მარტო ჩემია რა. რა კაი რაღაცები ხო არსებობს რომელიც მარტო შენი როა და სიამოვნებს შენ რო ნახულობ და არავინ რო ვერავინ რო ვერასოდეს გაიგებს. საქმე რაშია იცით მე ერთ რამესაც გეტყვით რომ თეატრი არის და უნდა იყოს დღეს არ არის სამწუხაროდ მე ეგეთ თეატრში მოვედი იდუმალებით მოცულ სამყაროში ფერიულ რაღაც ღაპრესეულ სამყაროში რომელიც არის იდუმალებით მოცული მაყურებლისთვის. იმას უნდა აინტერესებდეს აი რა ხდება ეხლა იქ იმ ფარდის მიღმა იმ სამყაროში სადაც მსახიობები არიან, სადაც გრიმს იკეთებენ, კოსტიუმს იცმევენ და ასე შემდეგ. დღეს ხდება ასე რომ შემოხვალ ბილეთით და გაინტერესებს თეატრში შესასვლელი საიდან არის თუ არ ახალ პირველად ახანაო.
აი ეს ნაცნობი სახეა, უი, ეს ის მსახიობი ხო არ არის. უცებ მოგესალმა შევიდა სცენაზე, რაც ეცვა იმ ტანსაცმლით ავიდა სცენაზე, ითამაშა რაღაცა. მე ჩამოვიდა და შენთან ერთად კოქტეილი და ის მე ვიყავი. დალია და ისე წავიდა ხა. სიმართლე გითხრათ, ხა აკრძალვით არ გვიკრძალავდა, მაგრამ თვითონ გვაჩერებდა ხოლმე ბატონი მიშა სპექტაკლის შემდეგ, ვიდრე არ გაილეოდა მაყურებლის ნაკადი, რომ აი ის იდუმალება შენარჩუნებულიყო, რაც სპექტაკლის მერე რჩება თითოეულ მაყურებელში, არ გრევდა ამ მაყურებელთან. იმიტომ გაგვიხარდა თქვენი თანხმობა და მეუღლეებსაც იმიტომ გავუხარდა. თუ ეგეთი ხართ ჩვენ. აი მართლა იდუმალება რამდენს ნიშნავს და როგორ პირადად მე მქონია სრული რომ შიგნიდან დამენახა რაღაც და აღმექვა ბატონი დათოდვალიშვილი ჩავწერეთ ერთხელ და მარჯანიშვილის თეატრში საგრიმიოროში ანუ სკამი უნდა გამოგვეტანა და ჩემ საგრიმიოროშიო და პირველად მოვხვდი საგრიმიოროში. აი სანამ სკამს ავიღებდი მინდოდა რომ ყველაფერი დამემახსოვრებინა ყველა სარკეში სამი სარკე იყო ახლაც მახსოვს სამი სკამი იდგა და ყველა სარკეში ჩამეხედა იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო აბსოლუტურად სხვა სამყარო რომელზეც მიუცნებია და სურვილი მქონია რომ დამენახა აი სცენაზე გამევლო ფეხით და უცბად მოვხვდი ამ სამყაროში კაბინეტი იყო ხო მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. კარგი კიდევ ერთ რამეს გეტყვი მე ჩემ გულის ტკივილსაც გეტყვით მაგასთან დაკავშირებით რა კი ამ თემას შევეხეთ. აი მქონდა აქ ჩემი საგრიმიორო თეატრში და მაშინ ვიყავით საგრძნობლად ახალგაზრდა დაახლოებით 30-დან 45 წლამდე ასაკს გეუბნებით. 15 წელი 12 მთავარი როლი ერთად მქონდა და სულ დღე და ღამე თეატრში ვიყავი და არ იყო დარჩენილი პატარა მტკაველი ჩემ საგრიმიოროში ემოციის გამოხატვის აღნიშვნის გარეშე. თქვენ რო შესულიყავით, თქვენც მოგთხოვდით, რომ აიპოვე ადგილი და დამიტოვეთ და ასე შემდეგ. იქ ყველა უარყოფითი, დადებითი, ყველანაირი ემოცია იყო გარშემო კედლებზე. პლაკატები, ფოტოები, რა ვიცი, ნახატები და ყველაფერი იყო. გარემონტდა ჩემი თეატრი, დავიწროვდა ჩემი საგრიმიორო და დამხდა, აი, მოიცა, პრარაბის ენით გეტყვით. პრარაბი კი არა ეს ვინც აკეთებდა რა. კაი ბეჟი ფერი დააყენა რა და ყველაფერი ნუ ხა რეკონსტრუქცია მოხდა. სამაგერ ბეჟი და ჩემი ისტორია მთლიანად წაიშალა. შესაბამისად მე სხვა არაფერი არ გამოჩნია 2-3 ფოტოს გარდა რომელიც ნათამაშები როლებიდან ამაკ დარჩენილი და ეს იყო იმ სიმყუდროვის იქ შენი ისეთი ადგილი სადაც მარტო რჩები საკუთარ თავთან შენს გმირთან და ასე შემდეგ და შემდეგ ახლა არ მინდა ამაზე ბევრი ვილაპარაკო მაგრამ ეს ყველაფერი ერთხელ უკვე წაშლილია და ამიტომ ჩემთან რომ შემობრძანდებით ერთ წარწერას ვერ ნახავთ. კიდე რამდენჯერ შეიძლება ჩემი ემოცია ვინმე წაშალოს. აი მითხარით, ხო და არ გავაკეთებ მე მაგას. ჭიკარტით ფოტოსაც არ მივაკრავ, მაგრამ ჩემმა გიომ დამიხატა ერთი ნახატი და მაშინ პატარა იყო და ეს ნაძვის ხემი კიდია იქ. ეგ არის და ეგ. მოდი გიოს საჩუქარი გავუტანთ. ხო, აუცილებლად. არა, საჩუქრის გარეშეც ხო შენა წავალ. არა, ჩვენ მეგობარი აი უზაფო ჩურჩხელა რო გითხარით. ხო. გამოგვატანა თქვენთან არაჩვეულებრივი ჩურჩხელები, ბროწეულის, შოკოლადის და ყურძნის. არის ბროწეულისაც აქ არის. კი. რა საინტერესოა? მართლა ჩურჩხელაა? კი, ჩურჩხელაა, ხო, არის დაჭრილი, კუბიკებად დაჭრილი. ქართული ტრადიციული ჩურჩხელის 100% ნატურალურია. ხო, 100% ნატურალურია. აი ყურძნის ჩურჩხელა რომელიც არის, მაგას შეიძლება რაღაცა პერიოდის მერე თეთრი დაითრთვილოს და ეს არის ბუნებრივი შაქარი დაობება არ არის. სტანდარტული ხო ვისაც ჩურჩხელა უჭამია და უნახავს ყველა მიწის. ეს პროდუქცია ჩვეულებრივად იყიდება მაღაზიაში და ასე. იყიდება, კი ბატონო. სანაყინო მე არ შევხვედრი ვარ აი კი ბატონო.
არის და შეგიძლიათ აწეშეთ დააკვირდეთ. აი მე დიდ სიამოვნებით ვიტყვი რომ შეიძინეთ ეს არაჩვეულებრივი მე დღეს გავსინჯავ ამას და მე გეითჩებთ კიდეც რომ შეიძინოთ ეს არაჩვეულებრივი პროდუქტი თან მით უფრო ქართული და ამით ძალიან ბევრ ამას დაეხმარებით არა ვიღაცის ჯიბეს არამედ საქმეს ქართულს დამიჯერეთ ეს უფრო მნიშვნელოვანია რა მადლობა სუთი ფაუერს. კი ბატონო რთულია თქვენთან ვისაუბროთ გარიგების გარეშე. რა ხდებოდა გარიგებაზე? მწარე მოდის. მწარე ეხლაც მოდის. თელაველებმა არ მაპატიეს, არაო. ეგრე კახელი კაცი არ მაიქცევაო და ვიცი მეთქი კაცო ეკოლელიშვილმა ქნა სადაც აზას დავაბრალეთ. მაგ კადრის დროს ნანულის უნდა ეტირა და მეჩქარებოდა ძალიან რა. უნდა მე კი არა ვარ კადრში, მაგრამ სადღაც მივდიოდით, აღარ მახსოვს ახლა ეგ ზუსტად. და ბიჭო ნანული იტირე რა, კამერა იდგა, ყველაფერი იდგა. ბიჭო იტირე ნანული, ვაიმე და მოიცა რომ ეს როლში შედიოდა რა. ეს კი ამას უტირებ ყოფას და მოპირდაპირე მხარეს იყო ხილბოსტანი თუ რაღაცა გარეთ გამოტანილი და ეგ ადავირბინე ერთ ცალი ხახვი გააბჯარი შუა უკეთებ მივეპარე და თვალებში წახვს არა გაქვს რა ნახე ტუში რო ჩამოვდი მაგის რაც მანაზე მინერულია როგორ ჯერის ნუ მწარე ხახვა ატირა იტირე რა კაცო რა მეტია შენ განაცო ბიჭო მე ხო ყველაფერი შენ თუ მინდა ხო არა იცით რა ეხლა ნანულისთან დასწრებით იგივე ისტორია მე გახსენებული მაქვს გავიხსენებთ სადღაც და იმდენად ხუმრობად არის ეს მიღებული და ყოველდღიურ რეჟიმში იყო ეგ გადაღების პროცესში რა ყოველდღე იმიტომ რომ ხუმრობაში გამოგვივიდა ფილმი. მაგალითად სიმართლე რო გითხრათ და ნუ ზაზას გამოვიდა ჩვენ რა გამოგვივიდა. ჩვენ ვიყავით აი ცხოვრობდით რა არაჩვეულებრივ გარემოში, არაჩვეულებრივ ხალხთან ურთიერთობდი, არაჩვეულებრივ მეგობრები შევიძინე და რა ვიცი და პარტნიორები თავისთავად და იყო არაჩვეულებრივი ის რომ უნდა გვეცადა ჩვენ არ გქონდა ამბიცია რომ აი კინო გადაგვეღო და უნდა გვეცადა კინო გამოგვსვლოდა და ცდაში ყველა ერთმანეთს უფრთხილდებოდა ყველა ერთმანეთს ეფერებოდა ერთის მაგივრად ყველა აკეთებდა იმ საქმეს და იმით გამოვიდა მაგარი გამოვიდა ნამდვილად და ძალიან სასიამოვნოა როცა კი უყურებ ყოველთვის თითქოს პირველად ნახულობ აი ვის ოჯახშიც ვიღებდით ეპაპა იყო იქ რა მეო გავიგეო რომ კინოსტუდია რომ მტრის ოჯახში შევიდა. გეცა. დამეძახდა ბალღო ესე და. ვიდო, პაპა მოხვედი პაპა. ვირით მოვიდოდა ხო. წამოჩემთანო. შემიყვანდა მარანში 3 ლიტრიას ჩავომეხა და ადე შენ ვისაც გენა იმაი დაალევიდო და იმათან მატანდა ხოლმე თვითონ იმათ არ ეძახდა რომ მარანში არ შესულიყო ვიღაცა კინემატოგრაფია შესულიყო აი მე დამიზახებდა მარანში შემიყვარდა ჩამომისხავდა და გამომატანდა ხო და იქ ერთი კადრია როცა აი მწარე მოდის და მუსიკოსები გარბიან და გამორბიან ეგ არის მეოთხე თუ მეხუთე დუბლი იმიტომ რომ წყალს ვასხავდი და არ ვიცი შეეშალა თუ რა იყო და ნაღდი არაყი ჩამისხეს მაგაში რომ მოვიყოდე და დუხზე აუჩევი აი ბიტომაც არის იმ კადრში აი მე ვიჩხარები იმიტომ რომ ჭაჭამ თერმანდალია მოყუდებით კი ძალიან ცუდია ხო მაგრამ პირობა იყო ეგეთი რა მე და ზაზა რო შევხვდით პირველად ჩემთან მოვიდა რომ კინო მინდა გადავიღო აი ფილმი კინო უნდა გადავიღო და მე რა მეთქი მე რა არ გათამაშო მე თქვა კაცო იმდენი სახიობია და ვინმე ათამაშე მეთქი ბიჭო წამოჩემთანო თელავშიო რა კინო თუ არ გამომივიდაო დალევას მაინც ხო გასწავლიო და პირობა ეგეთი იყო და ამიტომ ჩავედი თუ არა
შეკრიბა თავისი უფროსი ძმაკაცები, ყველა მეღვინეები, ყველა თავისი მარანი რაღაცა და უთხრა. გოგი არ ჩემ ძმაკაციო, თავარ როლში ვიღებო, ადე პატივი ეცითო. და ყოველ დილით 6 საათზე კაკუნ ხარჭო გაიცივდა. აღარ მინდა. ხან შუამთა, ხანეს, აი მე დედა. და ეგრე და ლეო მასწავლეს მოკლედ. ფილმიც გამოვიდა. და ლეოც გასწავლეს. ხო აი ის კადრი, როდესაც ჩვენ იმაში რა ქვია, მდინარეში ვარ ის გადაღებული და ასე შემდეგ. იმ დღეს სწორედ ამ ზაზას მეგობრებმა მე გადაღება არ მქონდა და წამიყვანეს შუამთაში მაგარი პურმარილი გაიშალა და მაგარი ვიქეიფეთ რა. თავის არაჩვეულებრივი სიმღერით და მუხნარში ვისხედით ტაბლა მაგიდაზე არღანი, აი მე არაჩვეულებრივი იყო რა მოკლედ და კარგად ავარ შეზარხოშებულები და ერთი მეკითხება ისინი სად არიანო და მე ვთქვი აი რაღაცა სოფელში არიან მეთქი იღები წამოვარდავადგეთ თავზეო მაგასო წამოდავადგეთ და წავედით სხვა სოფელში და გზაზე დავინახეთ რომ ეს ჩვენი ავტობუსი მოდის გააჩერე იმათაც გააჩერეს ჩვენც გავაჩერეთ მივაყენეთ მანქანები ერთმანეთს და ზედ ალაზნის პირზე ვართ რა და ხენ გენაცვალეთ მეთქი რომ გავშალე ხელები და ზაზამ შემომხედა ამაი ახლა თუ გადავიღებთო და იქვე იდგა აი ესე ნასვამი ჩამდეს პირდაპირ ალაზანში რა ანუ სპონტანური კადრია და ჩვენი ოპერატორი გოგილო ეჯდა მხრებზე ზაზას მაშინ კრანი ჩვენ არ ყონდა და არაფერი და დადიოდა იმ ალაზანში და იმ ზემოდან ისე იღებდა და გავცივდი 3 ლიტრი ანაყი დავლი 3 ლიტრიანი კილით მედგა იმან ცივ ალაზანში საზამთრო მომტაცა მე ალაზარ მოძლივს და იცინე და აი ხო გეუბნებით ალალი გულწრფელი და მხიარული და შემოქმედებითად დატვირთული დღეები იყო და ფილმს აი შედეგი ემჩნევა რა. რამდენი რამე არ ჩვენ ფილმით ვიღებთ სიამოვნებას და იქ იმის მიღვა რამდენი მაგარი რამე ხდება. აბა. უბრალოდ მოსმენაც რო გვახარებს ხოლმე. იქ არის ერთი ფოტო ეგეთი, ჩემი დავარცხით. ერთი ფოტო და ფოტო მინდაო რა ზაზამ და მე ვთხარი წამომეთქი თელავში და ერთი თეატრის გვერდზე ჯიხური იდგა არ მახსოვს იმ კაცის სახელი ზაზამ იცის კარგად მოკლედ იმასთან უნდა გადამეღო მაგრამ ვის ოჯახშიც ვიღებდით იმას ვთხოვე ძველებური ალბომი გექნებათ მეთქი ძველი ალბომი და კიო როგორ არა და მომიტანე გადავშალე და იქ ვიპოვე ერთი ფოტო ესე იყო კაცი გადაღებული და ვინ არის მეთქი და პარწიკანაშვილი ნიკო და აი მაიტა ეს პარწიკანაშვილი მოთხოვეთ მეთქი წახვიდე იმ ფოტოგრაფთან ეგრე დამვარცხნე მე ეგრე ჩამოწვი ეგრე გადამიხედა იმიტომ არის ჩოლკა შიგინაცომარი როგორ მომენატრე თუნ როგორ მყარები ხარ ბიჭო ბედნიერი ვარ და 1000 მადლობა თქვენ რომ დღეს გამონახეთ ჩვენთვის დრო და დიდი მადლობა თქვენ რჩევები მივიღეთ მე პირადად და შენს დარწმუნებული ვარ და კარგი ისტორიები, კარგი ამბები, კარგი რჩევები რაც მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია და გაიხარეთ დიდი პატივისცემად და სიყვარულით ყველაზე მთავარ ადამიანებს ისურვებთ რომ ჯანმრთელები ყავდეთ მშობლები და შვილები დანარჩენად მე და თქვენ და ჩვენ და მეუღლეები ერთმანეთს რაღაცნაირად გავიტანთ ყველაზე მთავარი ადამიანები მშობლები და შვილები და ეგენი ყავდნენ ჯანმრთელად დანარჩენი ყველაფერი იქნება ამ ქვეყანაზე უბრალოდ დროა ისეთი რომ რაღაცებს დალექვა ჭირდება არ იფიქროთ რომ რამე იკარგება ტყუილია
რაღაცებმა უნდა გაიაროს, თორე ეგრე ხიპები ჩვენც ვიყავით, ახალგაზრდები, გახეხილი, გაფხრეწილი ჯინსებით და დაუბანელი თმებით, მაგრამ გაიარა რა იმან და მე ალსტუხები დავდიოდით. მადლობა. არ მოგერიდოთ მაგის. გენაცვალე. დიდი მადლობა შეხვედრისთვის. მადლობა ჩვენს მეგობრებს Uti Powers და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციას. მადლობა კიდევ და კიდევ ჩვენს მასპინძლებს თუმანიშვილის თეატრს, მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმარს და მადლობა ვის მაყურებელს. ვინც გვიყურა და გამოიწერა ჩვენი არხი. აბა დრო. აი ხართ.